და მანამდე თელავში უნდა გადავინაცვლოთ სადაც არის სტუმრად ზურა შევარდნაძე. მშვიდობისა ზურა. მოგესალმებით. მშვიდობისა, მოგესალმებით. აქ ჩვენ ისეთ გარემოში ვართ ახლა, სადაც მცენარეები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. უხარიათ, ყვავიან, ზაფხულია პირდაპირ და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ამის შემხედვარე. ქალბატონ ფიქრია ცისკარიშვილთან ვართ. ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანთან სტუმრად თელავში და მართლა საინტერესო რჩევებით გვეყოლება ის ჩვენ შემდეგ ჩართვებში, გელოდებით, ძალიან საინტერესო იქნება დღევანდელი ჩვენი გადაცემა. დროებით გელოდებით მომდევნო ჩართვებში. ჩვენ კი გადავინაცვლოთ თელავში ზურა შევარდნაძესთან. მშვიდობისა ზურა. მშვიდობისა. მშვიდობისა, მოგესალმებით. როგორც შეგვიდგით, თელავში ვარ ქალბატონ ფიქრია ცისკარიშვილთან სათბურში, სადაც აფხულია, მცენარეები კარგად გრძნობენ თავს და ამის შემხედვარედ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო და პატივსაცემო ადამიანო ქალბატონო ფიქრია. რომ მოგვიყვეთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, არც ვიცი თქვენსავით ვინმე ცოცხალი ადამიანი ახერხებდეს კაქტუსებთან და სუკულენტებთან ურთიერთობას და მე მგონი ამის გაზიარება და ამის მოყოლა ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. რომ გითხრათ კაქტუსების შესახებ ზოგადად? ძალიან მიყვარს კაქტუსები და მე შემიყვარდა სუკულენტები და კაქტუსები შემაყვარა ქალბატონო მარგარიტამ, რომელიც თუ გახსოვთ თქვენ დიდ გერინგი გერმანელი ქალბატონი თაწმინდაზე. მაშინ იმის იქიდან მოყოლებული სულ კაქტუსებს ვაგროვებ, მაგრამ ისე რომ თქვა რომ აი ძალიან კარგად ვიცი, ჯერ კიდევ არა მაქვს შესწავლის პროცესში ვარ, მაგრამ სადაც დავაწყდები ყველგან ვაგროვებ და სახელები მაინც იმდენად ეს რა არის? ბრომელია მე მგონი, ხო? ეს არის ბრომელია, კი, ბრომელია. ესეც ბრომელია. ესეც მეორე. ესეც ბრომელია. არ გვანან რეალურ მცენარეებს. კი, არ გვანან, ესენი ეპიფიტები არიან. ხეებზე მცხოვრებები არიან და ჰაერიდან იკვებებიან, ამიტომ მოვლაც ძალიან ადვილია, მთავარია წყალი არ დააცხაბებრი და კაქტუსების და სუკულენტების განსხვავება რომ უთხრათ, თქვენ კარგად იცით ეგ ამბავი და წეღან ისე კარგად ამიხსენით, მე მგონი ეს მოეწონება ჩვენს მაყურებელს. ყველა კაქტუსი სუკულენტია, მაგრამ ყველა სუკულენტი არ არის კაქტუსი, იმიტომ რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეხლა რებუსებით ნუ გველაპარაკებით ქალბატონო ფიქრია, გითხარით რა უხოთ კაქტუსებს იმისთვის რომ ასე ღაღანებდნენ, როგორც თქვენთან ახერხებენ ისინი. კაქტუსებს არ უყვართ მსუქანი მიწა, ძალიან ნოყიერ მიწაში არ უნდა იყოს, უყვართ ცივი გამოზამთრება და უყვართ ძალიან ჰაეროვანი უმრავლესობას ჩვენი მაყურებლისას კაქტუსები უფუჭდებათ ზამთარში. დიახ. იმიტომ რომ არ ასრულებენ ერთ მთავარ ხერხს, რასაც ქვია ზამთარში კაქტუსის არ მორწყვა და უგუნურობა. ეხლა როგორ არის, იცით, მთლად არ მორწყვაც არ გამოდის. ისე უნდა რომ გამოშრეს ჩვენთან ეხლა ოთახებში ძალიან მშრალი ჰაერია და სუნთლად რომ გამოშრეს, უკვე დაიჭმუჭნება და ცოტა გაუჭირდება მე რომ გაზაფხულზე უცებ მორწყა, შეიძლება რაღაც დაავადება განვითარდეს. ამიტომ უნდა მორწყა, რომ იყვნენ წვეთობით უნდა დაასხათ წყალი. ესე იგი, უნდა იფიქრო რომ ის ფესვი რაღაც სინესტეს პოულობს იმ მიწაში, სადაც არის ჩარგული. ხო, მოწყობილი კოლექცია გაქვთ. აი ისეთი იშვიათი ჯიშები გაქვთ. მე მართლა ქალბატონი მარგარიტას გერინგის შემდეგ გერმანელი ქალბატონი, რომელიც თქვენ თავში ახსენეთ, არც მინახავს ასეთი კოლექციები. როგორ ყვავიან? გაკვირვება შეიძლება პირდაპირ. კი, მთელი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ზამთარში ისე ინტენსიურად არა, მაგრამ გვიან შემოდგომამდე ხანდახან გამოერევა ხოლმე ზამთარშიაც დაიწყებენ ხოლმე ყვავილობას. თქვენ თესავ კიდეც ვართ? თესავ, კი, აი ეს კაქტუსები, ასტროფიტუმები. აი ეს არის უკვე მესამე თაობა მას შემდეგ, რაც მე კაქტუსების მოშენება დავიწყე. პირველად, ესე იგი, ვიყიდე რამდენიმე ცალი, მე იმისი თესლისგან წამოვიდა და ეხლა ეს უკვე მესამე თაობაა. კარგი, ჩვენ გავაგრძელებთ კაქტუსებზე საუბარს კიდევ ერთ ჩართვაში, საინტერესო ჩართვები გველოდება, დროებით გემშვიდობებით, თქვენთან ყოფნას რა ჯობია. ნახვამდის, დროებით გემშვიდობებით. თელავში სტუმრად მომდევნო ჩართვაში დავბრუნდებით. ჩვენ კი გადავინაცვლოთ თელავში, სადაც ქალბატონ ფიქრია ცისკარიშვილს, რომელსაც აქვს კაქტუსების უებერთელო კოლექცია, სტუმრობს ზურა შევარდნაძე.
დილამშვიდობისა ზურა. დილამშვიდობისა. მშვიდობისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თელავიდან ქალბატონი ფიქრია ცისკარიშვილის პატარა 64-დან. მიყვარს მე თქვენთან სტუმრობა, თქვენი სტუმრობაც მიყვარს, როცა თქვენ გსტუმრობთ ხოლმე. ქალბატონი ფიქრია დილამშვიდობისა, ძალიან ბედნიერება თქვენთან ყოფნით. თქვენი ხილვა და თქვენი ნაშრომის ხილვა აბედნიერებს პირდაპირ ადამიანს და მადლობას გიხდით ამ მშვენიერებისთვის. რომ გითხრათ და ურჩიოთ ჩვენს მაყურებელს, კაქტუსებზე ვლაპარაკობდი ჩვენ წინა ჩართვაში და ვერ დავამთავრეთ კარგად. რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს რა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც არ არის ისეთი მოყვარული როგორიც თქვენ, მე ან რომელიმე ჩვენი მეგობარი, მაგრამ უნდა რომ კონდეს ოჯახში ფანჯრის რაფაზე რამდენიმე კაქტუსი. რომელი წესები გაითვალისწინოს? პირველ რიგში უნდა გაეცნოს რა სახის კაქტუსია ეს. კაქტუსებია მთის კაქტუსები, სავანის ანუ ველის კაქტუსები, ბრგვალები რომლებიც არიან. ტყის კაქტუსები, რიფსალიდოფსისები, ძირითადად რიფსალისები ქვია ამათ და მესამეა უდაბნოს კაქტუსები. ამ სამი სახის კაქტუსებს აქვს განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. აი რომ გითხრათ ლიტოპსებზე, ბევრს უნდა რომ კონდეს ლიტოპსები. ლიტოპსები არ არიან კაქტუსები. არ არიან კაქტუსები. არ არიან კაქტუსები. არა და კაქტუსებთან აი უკვე გამოაქვს ამას ყვავილი. არა და ყველა როგორც კაქტუსი ისე იცნობს და ამიტომ ცდილობს რომ კაქტუსივით მოეპყროს მას. კაქტუსებს აქვს არეოლა, აი ეს არეოლა, რომელიც თუ მცენარეს, ფოთლიან მცენარეს განვიხილავთ, ეს არის იღლიაში კვირტი რომ აქვს ხოლმე ფოთოლი, აი იმისი სამაგიეროდ. ხოლო აი ეს არეოლას შემადგენელი ნაწილია ეკალი და თუ ამ ეკალს გადავწევთ ჩვენ, ეს ეკალი მოძვრება, მაგრამ არ გამოყვება კაქტუსის ეპიდერმისი. თუ იგივეს ეუფორბიას გაუკეთებთ, მაშინ გამოყვება კანი. აი ეს განსხვავებაა სუკულენტებში იმ ეუფორბიასა და კაქტუსებში. აი ეს არის ეუფორბია. ეს არც ეს არ არის კაქტუსი. ხო და აი ეს არის არეოლაშია განსხვავება. ჩვენმა მაყურებელმა უნდა გააკეთოს პატარა კლასიფიკაცია თუ მოინდომებს მათ გამრავლებას და მოშენებას, რომელ ჯგუფში ერთიანდებიან, რომ მე იმის მიხედვით მოუაროს და აი ტყის კაქტუსები ესენი არიან ეპიფითები, რომლებიც ტყეში ხარობენ მცენარეების ღემაზე, ქერქებზე და წვიმა და ტენი უყვართ. ასეთი რიფსალისებია და სწორედ რიფსალისები ასეთ მდგომარეობაში მიახლოებული. აი თქვენი მძივები რომლებიც არ არიან კაქტუსები, მაგრამ სუკულენტები არიან. ფაქტიურად ნათესავები არიან მაინც. კი, რიფსალისების ნათესავები არიან ესენი. ხოლო მეორე არის აი ბურთისებურები, რომლებიც ველებში არიან, სავანებში, აფრიკაში არიან და იქ აგროვებენ ესენი წყალს. რადგანაც წყალს აგროვებენ, ამიტომ ამათ არ უნდა ბევრი წყალი. ეს რადიო რატომ მიგიდიათ ახლა იხალისებს ხოლმე ახალ ამბებს მუსიკას უსმენ ხოლმე და იხალისებს ცხოვრებას. რა კარგია. აქაც ესეც ჩვეულებრივი სუკულენტია, ხო? დიახ. მაგრამ ბევრი მოინდომებს მის ქონას. სედუმია. რატომ ხდება ასე რომ ყველა კაქტუსს ვეძახით, ყველა სუკულენტს რომ კაქტუსს ვეძახით? მოგონ მაინც ათესავები. ცოდნა უნდა ამას და როცა უკვე პატარა მარტივ კვალიფიკაციას და კლასიფიკაციას გააკეთებ და ცოტათი რომ გეცოდინება კვალიფიციური გახდები, მე უკვე სულ ადვილია მათი მოვლა და ძალიან დიდ სიხარულს მოვლა. ჩვენ მე მგონი პატარ-პატარა რჩევები მივეცით. მე ვიცი რომ თქვენს ოთახში ბევრი უზუმბარასი აყვავის და შემდეგ ჩართვაში შევპირდეთ ჩვენს მაყურებელს რომ თქვენს კოლექციებს ვაჩვენებთ და მოუყვებით უზუმბარასიების შესახებ. დრო გეცნობებით შემდეგ ჩართვამდე ბოლოს. იგი ერთი ჩართვა დაგვიჭირა. ზურა შევარდნაძე, შეგახსენებთ რომ თელავში ფიქრია ცისკარიშვილს სტუმრობს, მათთან ჩვენც გადავინაცვლებთ. დილამშვიდობისა ზურა. დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თელავიდან რასაკვირველია, განსაკუთრებით გახარებული ვარ, რომ ქალბატონი ფიქრია უმასპინძლობს. ქალბატონი ფიქრია, დილამშვიდობისა და თქვენ საოცარ ლაბორატორიაში რომ შემოგვახედეთ და გაგხადეთ ამისი ზიარი ამ ყველაფრის, ძალიან მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლის სახელით. უზუმბარასიებზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ თქვენისთანა კოლექცია არც მეგულება ვინმეს რომ მქონდეს ამა. მაგრამ ასე კაწიპიწყინებული იშვიათად თუ მინახავს. რომ გითხრათ, რამდენიმე სიტყვით ის რამდენიმე ოქროს წესი რა ქნას ადამიანმა თუ უნდა რომ უზუმბარასიები კონდეს ფანჯრის რაფაზე.
უზუმბარასიები არ არის ძნელით მოსავლელი თუ შესაბამისი არა ძნელი საერთოდ არც ერთი მცენარე არ არის უბრალოდ უნდა გესმოდეს მცენარეში უნდა იხედებოდე ფესვებში და ცოტა ბიოლოგიაც უნდა წაიკითხო ისე ზეპირად არ გამოვარა მე თქვენთან ურთიერთობა მომწონს იმიტომ რომ თქვენ არა მარტო მოყვარული ბრძანდებით არამედ ბევრ ინფორმაციას ფლობთ და ეძიებს მე ვსწავლობ ყოველთვის ვსწავლობ ვიწერ ჟურნალებს ადრიდანვე მე ვაკონსპექტებ მე წავიკითხავ და მე ცდებს ვატარებ ხოლმე და მიხარია ეხლა ამ ვედროში რა სათში უпростоრად რა ჯადოქრობები ტრიალობს ეხლა რომ გითხრათ იმიტომ რომ იქ როგორ დავყარე ყველაფერი არა უჭირს აი რომ გითხრათ რა ნაზავია ეს რაშიც თქვენ გავუწევთ ეს არის კორდის მიწა ტყის მიწა და ტორფი და პერლიტი. ცოტა პერლიტი. პერლიტი. ამაში არაფერი ქიმიური არ ურევია. მეტი არაფერი ქიმია არ ურევია. თავიდან ტყის მიწა და კორდის მიწა გავასტერილე. ასე მოხარშეთ. ის ხოლო სტერილურია ტორფი იცედა და პერლიტის და მე ის აურია და ეგ არის სულ მეტი არაფერი. ეს არის ნაზავი რომელშიც თქვენ მიეცახავთ. გავასტერილე შემდეგნაირად და გასტერილება შეიძლება რამდენიმენაირად. ჯერ ერთი როგორც კამფოტებს რო ვაკეთებ სახში ისე რაღაც ჭურჭელში ჩაყარო და ჩადგა წყალში და ადუღო 1-40 წუთი. შეიძლება დაასველო კარგად და ღუმელში 100 გრადუსზე 100-120 გრადუსამდე მეტი არა ასე გააკეთო და მე რო გაცივდება მე აურევ და იცით რა მინდა ჩვენს მაყურებელს რომ ვუთხრათ არა ძალიან გადარეულ მაყურებელს აი ჩვეულებრივ ადამიანს რომ მინდა რომ კონდეს რამდენიმე ის ჯიში რომელი ჯიშით უნდა დავიწყო იმისთვის რომ არ არ არის აუცილებელი აი ეს ყველაზე კარგი ჯიშია იმიტომ რომ არ ფუჩდება ეს არის ჩვენი ბებიების დროინდელი ია ამიტომ ვარჩი ამ ხელა კოლექცია დიახ ანუ უბრალოდ ჯიშები უბრალოდ ჯიშები დავიწყოთ და მე თქვენ ძალიან დიდ მადლობას გეტყვით ბედნიერ დღეებს გისურვებთ ხნეობას გისურვებთ და მინდა მაყურებელმა იცოდეს რომ თქვენთან მოსვლას არაფერი მიხარია და ასე უფრო არაფერი მახარებს ვიდრე თქვენთან სტუმრობა დროებით გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე ჩვენ საინტერესო ჩართვები გვექნება შემდეგ 4 შაბათსაც გელოდებით შემდეგ 4 შაბათს ზურა ნახვამდის ერთი კვირით გემშვიდობებით